ჭიევაძესთან გადავალთ. გიორგის თქვენთან კითხვა. შეაფასოს არა მარტო ეს სასამართლო გადაწყვეტილება, არამედ ის საფრთხეები, რომელიც ქალბატონ აზას უკავშირდება იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ პროტესტის იმ ფორმას მიმართავს, რომელიც უკვე სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. კი ბატონო, აი სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, ხო, ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ საღამოს დაიჭირა პოლიციამ აზა ჩიჩალოვა, შესაბამისად 24 საათიანი ვადა მოიწურა, ის გამოუშვეს ახლა სასამართლო დარბაზიდან, მაგრამ განმეორებით შემთხვევაში არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული, ხო, ეს ქმედება ხელოვნურად გზის გადაკეტვა. რა საფრთხეებზე შეგიძლიათ თქვენ გაამახვილოთ ყურადღება? საღამომშვიდობის პირველ რიგში აღსანიშნავია ეს შემთხვევა, რომელიც ფაქტობრივად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნებისთვის აღარაფერი არ დარჩა წმინდა. არაფერი არ დარჩა ქართული, რადგან ხელი მოკიდო და დააკაო ადამიანი, რომელმაც გაგრაში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი სისხლის ფასად მოახდენდა, ასე ვთქვათ, ადამიანების მოკლული ქართველების დაკრძალვას, შემდგომ გააგრძელა ბრძოლა უკვე ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, გააგრძელა ბრძოლა რუსების წინააღმდეგ და ეს მან განაცხადა კიდევაც დღეს სასამართლო პროცესზე, რომ ის ებრძვის რუსეთს საქართველოში და მისი ბრძოლა გაგრძელდება და მისი ბრძოლა არის პრინციპული და მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ სასამართლოს ხდომაზე ვიხილეთ სუსტად წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიხილეთ მართლმსაჯულებისგან ძალიან შორს მყოფი სასამართლო, ვინაიდან სასამართლო ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ადამიანებს მათი ძირითადი უფლებების დარღვევისგან, პირიქით მწვანე შუქს უნთებს აი ამ აბსურდულ კანონებს სხვადასხვა მოქმედებით. პირველი მოქმედება ეს არის ის, რომ როდესაც მსგავსი ტიპის ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში, ეს ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, რა თქმა უნდა, სასამართლოს პირველ რიგში თავადვე ყველა ასეთი საქმე უნდა შეეჩერებინა და გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ყველა ცვლილების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობასთან, ასე ვთქვათ, სამსჯელოდ. ასეთი რამ არ განახორციელა, მეტიც ჩვენ ამ საქმეშიც დავაყენეთ აზას ადვოკატებმა ეს შუამდგომლობა, რაც რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ასევე შუამდგომლობა, რომ მოგცემოდა შესაძლებლობა წარგვედგინა ალტერნატიული მტკიცებულებები საქმეში და წარგვედგინა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს აზას დაპატიმრება, რომ სადაც ის, ასე ვთქვათ, მისი დაკავება ხდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მაშინ როდესაც ჩვენ დოკუმენტებში ვნახეთ, რომ მისი დაკავება დოკუმენტურად განხორციელებულია კრიმინალური პოლიციის მხრიდან, ხო? ანუ ყველანაირი საპროცესო უფლება უკვე ფორმალურ დონეზეც აქვს ადამიანს წართმეული და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მიდის დევნა ოღონდ კანონის სახელით და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეწყდეს პრინციპული ბრძოლით, პროტესტით, რომელიც არ გაჩერდება და პროტესტი, რომელიც შეიძლება სახე იცვალოს იმის გამო, რომ ადამიანები არ დაზარალდნენ, იმის გამო, რომ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიიღო და რეპრესიები სახელმწიფოსგან, თუმცა ეს პროტესტი იქნება პრინციპული და აუცილებლად მივა ყველა გარემო ფაქტორებთან ერთად გამარჯვებამდე.